ქობულეთში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. შეხვედრა დღეს ბათუმის მეჩეთში გაიმართა, იქ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც მიიწვიეს. უნდა აშენდეს თუ არა ქობულეთში მედრესე, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ქობულეთში მშენებარე მედრესეს გარშემო ატეხილი ხმაურის გამო ბათუმში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ვისაც სურს ქვეყნის ერის რელიგიათა შორის შუღლის, მეზობლობათა შორის შუღლის, ის ვერასდროს ვერ ეღირსებოდა, ის ღმერთიდან წყეულნი იქნება. შემუშავდეს ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით. მოხდეს კონფლიქტის მხარეთა სრულყოფილი ინფორმირება, ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და მოხდეს კონკრეტული დამნაშავეების დასჯა. ასეთი რეკომენდაციით ადგილობრივ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. ისინი დღეს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ნებისმიერი მოქალაქის უფლება, მათ შორის კაფეცული მოქალაქეების უფლებაც იყოს დაცული და ასევე მოქალაქეების, რომელსაც დღეს აცხადებდნენ და გუშინ აცხადებდნენ, რომ მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ეწოდება. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ეფექტური გამოძიება და კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება იმ პირების მიმართ, რომელმაც კანონი დაარღვიეს და მნიშვნელოვანია შემწყნარებლობის პოლიტიკის გატარება განათლების სისტემაში თუ ზოგადად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ქობულეთის ამ მედრესეს მისასვლელთან უკვე რამდენიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. ისინი მოსწავლეებსა და სასწავლებლის თანამშრომლებს სწავლის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობის ინფორმაციით ტერიტორია თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ბუიუქმა სასტუმროს მშენებლობისთვის შეიძინა. მოგვიანებით კი მუსლიმური სასწავლებლის გახსნა გადაწყვიტა. ქართულად ადამიანი რომ ვერ ლაპარაკობს, იმან რა უნდა ასწავლოთ ქართულად გეკითხებით. ხომ შემო 250,000 ლარი გადახდილი ამ სახლში, გამაგებიეთ ერთი, რომ 250,000 ლარი დოლარი კაცმა გადაიხადა ამ სახლში და იმან მიაქირავა აგი. 10 სექტემბერს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს უწოდებენ, მუსლიმური სასწავლებლების მშენებლობა გააპროტესტეს. ხორი მედრესეს ეზოში დაკლეს და მისი თავი დაწესებულების კარზე მიაჭედეს. მანამდე ვიქნებით აქ ჩვენ უხმლო შეუერაღებელი ქრისტეს წმენის ჯარისკაცები, სანამ არ დაავწყდებით ამ მიწაზე და ვინ დაგვწყვიტავს ნახოთ. ინციდენტის ერთი მონაწილე სასამართლომ 100 ლარი დააჯარიმა. ოპოზიცია ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს. მართველი გუნდი ამ ბრალდებას უარყოფს. მას შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი პროვოკაცია განახორციელა ქობულეთის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა არჩილ გურიანიძემ, რომელსაც სხვათა შორის უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული ბიზინა ივანიშვილთან ერთად, მაშინ დამნაშავეებს მიესაჯათ მხოლოდ 100 ლარი. ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში და იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმისათვის, რომ მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კონფლიქტების და დაპირისპირების გარეშე იყოს შესაძლებელი მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა. მუსლიმურ სასწავლებელთან ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობის ნაწილი აქციას და მორიგეობას კვლავ განაგრძობს. მხარეები მორიგ შეხვედრას გამართავენ.